ასე გამოიყურება ახლა დამეწყრილი ტერიტორია ტყიბულის სოფელ კურსებში. უკვე 3 დღე ამ ადამიანებს შორიდან უწევთ უყურონ, როგორ ნადგურდება მათი საცხოვრებელი სახლები. ხალხი ვერ ახერხებს სახლებში მისვლას და საჭირო ნივთების წამოღებას, რადგან გრევის პროცესი ახლაც მიმდინარეობს. მეწყრულმა პროცესებმა გაანადგურა შენობები და ცენტრალური საავტომობილო გზა, საიდანაც გადაადგილება შეუძლებელია. სულ მიწასთან არის გასწორებულიო, ზოგი იმდენად დაშლილი და ეზოებში ნაპრალები არის, ხო, აი საერთოდ ვერ შევიდნენ და აი ვერაფერი ვერ გამოიტანეს. მხოლოდ ღამით იმ 4 საათზე, რაც ვითიც გამოვიდნენ, მხოლოდ იმითი არიან გამოსულები. Ყველას აინტერესებს პირველ რიგში როდის დასრულდება ეს პროცესი პირობითად ან რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს, როდის შეიძლება მოხდეს ცენტრალური გზის აღდგენა, როდის არის შესაძლებელი სიტყვაზე ვთქვათ, რომ იმ ჩვენ ნასახლარებზე შევძლოთ შესვლა, რომ თუ რაიმე გადაურჩა სიტყვაზე ვთქვათ ამ სტიქიას, რომ ამის გამოტანა შევძლოთ. Კირით გაყვანაზე რა ხდება? ამ დროისთვის სრულად დანგრეულია 25 საცხოვრებელი სახლი. დანარჩენი დაბზარული და საცხოვრებლად უვარგისია. მოსახლეობა მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდება. სოფელში დაბრუნება მათი სიცოცხლისთვის საშიშია და ალტერნატივა ხელისუფლებამ უნდა შესთავაზოს. ერთადერთი მოთხოვნა როგორც არის გვაქვს ის, რომ მოხდეს ალტერნატიული ფართებით, ანუ მიწის ნაკვეთებით ჩვენი დაკმაყოფილება, რომ ჩვენ შევძლოთ აი პატარა როგორ ვთქვათ, პატარა სახლები მაინც რომ დაგვეხმაროს სახელმწიფო, რომ ჩავდგათ პატარა სახლები. პირველ რიგში დგას ეს საკითხი, რომ ეს ადამიანები, ვისაც არ აქვთ საშუალება სადმე იცხოვრონ, ისინი იმათი უზრუნველყოფა მოხდეს. Ძალიბზარებით ჩდება ყოველ დღე, კონკრეტულად ჩემს სახლსაც უკვე მიწა აქვს მიყრილი და არ ვიცი, უკეთ ვერ ვხვდები ვერც ტრაექტორიას ამეწეს, არანაირი ცოდნა მსგავსი არ გამაჩნია და შესაბამისად ვერაფერს ვერ ვამბობ. ერთადერთი რაც შემიძლია არის ვიდგე იქ და ვუყურო როგორ იმარხება ჩემი ეზო და ჩემი სახლი. ჩემს მეზობლებზე არაფერს აღარ ვამბობ, იმიტომ რომ ზედა მეზობლები ფაქტობრივად აღარ მყავს. ღამით ნგრევის ხმაზე გამოსულ მოსახლეობას გარეთ მძიმე სურათი დახვდა. უკვე დაძრული იყო მიწა და საავტომობილო გზაზე გასვლაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ერთმანეთის და სამაშველო სამსახურების დახმარებით შეძლეს სოფლიდან გამოსვლა. ბოლო მონაცემებით სოფლიდან 50-მდე ოჯახია ევაკუირებული. ამ დრომდე ადგილზე მუშაობენ სამაშველო სამსახურები და გეოლოგები. ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მოსახლეობას დახმარებას მათი დასკვნის შემდეგ დაპირდა. სწორედ ამ დასკვნაზეა დამოკიდებული, რამდენი ოჯახი შეძლებს ცხოვრების თავიდან დაწყებას. მან ბიცოლამ დაგვირეკა, რომ რაღაცა არაადეკვატური ხმები არის. 4 საათი იყო ღამის. ავდექი ფეჩი დავანთე, რომ გამოვედი გარეთ, კლოშადი იყო ბზარი. შვილები მყავს 4 წლის ტყუპები მყავს გოგობიჩი, მეუღლეს აუძახე რაღაცა ხდება და გავიქცეთ თქვა. მოვიქეცით ეპიცენტრში, ვეღარსად ვეღარ გავიქეთ. უცებ გადმოვყარეთ ეს ბავშვები მანქანიდან, მე და ჩემმა მეუღლემ, კივილი, წივილი, არაადეკვატური ხმები, მტვრევა, ყველაფერი, სიბნელე, ქარი, ცენტრალური გზიდან დაგვინახეს. მაშველები იყო, სამეზობლო იყო, ბიჭები უკვე გამოსულები იყვნენ. ჩამოვაღწიენ ჩვენამდე რა, სადაც ეპიცენტრი, საიდან დაიძრა, ზუსტად ვიყავით და ამოგვიყვანენ მანქანის გარდა 7 სულის საქონელი, ყველაფერი რაც ჰქონდა, არაფერი აღარა გვაქვს, სახლი განადგურებული. მძიმე ვითარებაა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღვერგსა და ხემღალაში. მეწყრული პროცესები 2025 წლის ივნისში დაიწყო და მოსახლეობა მას შემდეგ იბრძვის ფინანსური ზარალის ანაზღაურების ან ახალი საცხოვრებელი სახლების მისაღებად. გეოლოგიურმა დასკვნამ ვერ დაამტკიცა, რომ ეს ბუნებრივი კატასტროფა იყო, თუმცა ამის მიუხედავად მაცხოვრებლები ეკომიგრანტებად ცნეს. მოსახლეობამ ჯანდაცვის სამინისტროს 300 ლარის ოდენობის ქირით გაზრდის და ეკომიგრანტების სტატუსის მოხსნის მოთხოვნით მიმართა, მაგრამ ხელისუფლებამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მოსახლეობამ ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და პროცესი დღემდე მიმდინარეობს. ერთი თვე 27 ივნისამდე ჩვენ ველოდებოდით გეოლოგებს და ვეუბნებოდნენ, რომ გეოლოგებს ამჯერად ამ ეტაპზე არ ცალიათ ყველგან მუშაობენ და როდესაც იქ სიტუაცია დამძიმდა და სოფლის თავზე მოსახლეობა მიპოვა დაახლოებით 10 მეტრიანი ჩაწყვეტა, გახეთქილი იყო მიწა და დაბლა რო ვიხედებოდით 8 მეტრი იყო სიღრმე იმის ზოგ მონაკვეთებში. ალტეხეთ ხმაური 300 ლარს აძლევდნენ მოსახლეობას და 300 ლარად ვერავინ ვერ იშოვა იქ სიახლოვეს ისეთი ბინა რომ ნორმალურ პირობებში გადასულიყო. ითხოვდით კომისიის შექმნას და ამ კომისიას დაეთვალა ზარალი, რაც შეიძლება და დაეკარგა მოსახლეობას, რაც არ გააკეთეს. ეს ადამიანები ახლა მძიმე რეალობის წინაშე დგანან. საინტერესოა, რა დრო დასჭირდება დასკვნას და აუნაზღაურებს თუ არა ხელისუფლება მოსახლეობას დანაკარგს.